დავსვათ მნიშვნელოვანი შეკითხვა, რატომ ებრძვის ბიზინა ივანიშვილი, პერსონალურად ბიზინა ივანიშვილი და არა რომელიმე სხვა ბანდიტი საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს როგორც სახელმწიფოს. ბრძოლა ივანიშვილმა დაიწყო რეალურად 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს 14 წელი წარმოიდგინეთ, 14 წელი გავა, რაც ის პრაქტიკულად ერთპიროვნული მმართველია. ამდენ წლიანი ამ ხნის განმავლობაში მმართველი ჩვენ არ გყოლია, შევარდაძე იყო 2003-მდე 1992-დან, ანუ 11 წელნახევარი, ზვიადგამსახურდია რამდენიმე თვე იყო საერთოდაც, ოკეი, წელიწადი და 2 თვე, 28 ოქტომბრიდან 90 წლის. მიხეილ სააკაშვილი, ყველამ ვიცით, რომ იყო სისხლიანი ბჭყალებში დასაგვირველია 9 წლის ავტორი, მთავარ ავტორი, ხოლო ბიზინა ივანიშვილს გაუსრულდება 14 სრული წელიწადი. მე საერთოდაც იმ მოსაზრების თუ იმ ვერსიის მომხრე ვარ, რომ ბიზინა ივანიშვილს რუსეთი გვიმზადებდა 2012 წლამდეც, ედუარდ შევარდნაძის შემდეგ, სწორედაც რომ ოლიგარქი ივანიშვილი უნდა ყოფილიყო საქართველოს მმართველი და მაშინ თუ გახდებოდა მმართველი, ანუ 2003-2004 უფრო წლიდან, ბიზინა ივანიშვილი იმ განზრახვებს, რომლებიც მას აქვს, იმ ჩანაფიქრებს, ჩანაფიქრებს, რომლებიც აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში, განახორციელებდა სწორედ 2004-დან, ვინც ის ვიდრე დღემდეც კი, ანუ უკვე პრაქტიკულად გამოვიდოდა, რომ 22-23 წელიწადია, 22 წელიწადია არის საქართველოს მმართველი და გასაკვირველია საქართველო იქნებოდა გაცილებით დესუვერენიზაცია განცდილი, დესაქართველოიზაციის პროცესი, გასაკვირველია გაგრძელდებოდა მეთქი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არც შევარდნაძე იყო მაინც და მაინც ორიენტირებული საქართველოზე, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა შევარდნაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო და განახორციელა კიდეც, იმ ყველაფერსაც აღმოფხრიდა, ამოძირკვავდა, რასაკვირველია, ივანიშვილი რატომ ვერ მოხერხდა თუ ეს ვერსია სწორია, 2003-4 წლებში ბიზინა ივანიშვილის საქართველოს სათავეში მოყვანა და იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ შეუშალა რუსეთს ხელი ვარდების რევოლუციამ, რომელიც მერე იცით თქვენ რომ გადაედო ბევრ სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინასაც, ჩვენ შეგვიძლია ნარინჯისფერი რევოლუცია გავიხსენოთ უკრაინის კონტექსტში და გადაედო საქართველოსაც, ისიც თქვენ რომ 2004 წელს მაისის თვეში დასრულდა ასლან აბაშიძის მმართველობა და შესაბამისად რუსეთს იმხანად ჩაუვარდა ეს პროექტი, თუმცა რუსეთი აღივსო შურითა და ბოღმით უფრო სიძულვილით დამატებით აღივსო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სწორედაც რომ ვარდების რევოლუციის მოხდენით, ვარდების რევოლუციისა და გამო და ან გადადო საკუთარი მიზნები 2012 წლამდე, მეთქი ვიტყვი ასე, მაგრამ 2008 წელიც არ უნდა გამოგრჩეს ამასობაში, 2008 წელს რუსეთმა სცადა საქართველოს და ხაზგასმით ვამბობ ამას, საქართველოს სახელმწიფოს დასრულება და ჩვენ თუ გნებავთ ასე უნდა ვთქვათ, შემთხვევით და მთლად შემთხვევით არა, ცალკეული პირების, მათ შორის არა მხოლოდ ქართველების, არამედ ამერიკელების პირველ ყოვლისა, ძალისხმევით, მეცადინეობით, მეოხებით გადავრჩით თბილისის აღებაც და უფრო ზუსტი რომ იყო რეჟიმ ჩეინჯის უნდა და რუსეთს იმხანად 2008 წელს, ანუ სააკაშვილის წასვლა და ვინმე სხვა პირის მოყვანა, ან დაბრუნება, მაგრამ უფრო მოყვანა და ვინც ის იქნება სწორედ ბიზინა ივანიშვილი, ან ბიზინა ივანიშვილის ხრებთან ერთად ყოფილიყო 2008 წელს ეგრეთ წოდებული სათადარიგო მოთამაშე პირი, რომელიც 2008 წლის უხეშად სექტემბრიდან ჩაუდგებოდა ქვეყანას სათავეში და დაამშვიდებდა ვითარებას და აწყნარებდა ურთიერთობას საქართველოსა და რუსეთს შორის ვერ დაწყნარდება. ურთიერთობა ამშვიდდება ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის ვერ ასოდეს, ვიდრე რუსეთი იმპერიულია და რუსეთი იმპერიული არის თუმცა გულახდილები ვიქნებით არა თუ საქართველოში, არამედ უკრაინაშიც კი ის უკან არიხებს, უკრაინის კონტექსტში კი გამახსენდა ზუსტად ის, რაც შეუთვალეს პრეზიდენტ ზელენსკის 2022 წლის თებერვალში, 24 თებერვალს, დღეზე 4 წელი გასრულდება, დატოვე კიევიო, დატოვე საერთოდ უკრაინაო და ისეთი ცნობილი ვიდეო, რითიც გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკი თანაგუნდელებთან ერთად რუსეთს და არა მხოლოდ რუსეთს, დასავლელებიც, აი ამ მერკელიადაში მოქცეული დასავლეთიც ურჩევდა ბევრი ლიდერი ყოველ შემთხვევაში მერკელს, რომ დაეტოვებინა 4 წლის წინ მას კიევი და უკრაინა
და ამის შედეგად რასაკვირველია მოხდებოდა ხსენებული რეჟიმ ჩეინჯი 4 წლის წინ უკრაინაში, ხოლო აქედან და 16 ესე იგი 18 წელი გადის, ხო? 2008 წლიდან საქართველოში და ბიზნე ივანიშვილს რო დაუბრუნდით, ბიზნე ივანიშვილი მოვიდა 2008-ში, 2003-ში ვერ მოვიდა, 2004-ში ვერ მოვიდა, 2008-ში 8 სექტემბრიდან ოქტომბრიდან იქნებოდა ის მართველი სხვებთან ერთად ცხადია. თავდაპირველად ბიზნე ივანიშვილმა ხო მიუბრუნდეთ რასაკვირველია კითხვას, რატომ ებრძვის ის საქართველოს, მაგრამ ანამდე ვთქვათ ის, რომ თავდაპირველად ბიზნე ივანიშვილმა საკუთარი თავი რუსეთის დახმარებით, სხვათა შორის რუსეთის მეცადინეობით, რუსეთის რჩევით ძალიან კარგად შეფუთა. კერძოდ მან დასავლელები ან პროდასავლელები დაიყენა გვერდით, იმიტომ რომ შესანიშნავად ხდებოდა მისი ნაჩალსტვა FSB-ში, რომ ღია პრორუსების მოყვანით ხელისუფლებაში ის უბრალოდ ვერ მოვიდოდა, რაც არ უნდა დიდი სიძულვილი ჰქონოდა წინა ყოფილი ხელისუფლების მიმართ თუ წინააღმდეგ მიმართ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კონკრეტულად. ამიტომ თავისუფალი დემოკრატებისა თუ რესპუბლიკელების და საბოლოო ჯამში უბოდიშებს ცხადია მათ უკლებლივ ყველას თუ არა ბევრს ვიცნობ, მაგრამ ლეღვის ფოთლების აფარებით საქართველოში მაშინ მოხდა კონსტიტუციური, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალება, იგულისხმება 2012 წლის 1 ოქტომბერი არ ნიშნავს ეს იმას, რომ განსაკუთრებით 2008-2012 წლის მიხეილ სააკაშვილი პერსონალურად და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება პენსიაზე გასაშვები თუ ხელისუფლებიდან გასაშვები არ იყო, რასაკვირველია იყო, მაგრამ იმხანად ყველას ვინც ბიზნე ივანიშვილის გარშემო ტრიალებდა, ან თუ გდებავთ ესე პირველ პირშიც ვიტყვი, ვტრიალებდით მე ცოტა ხანი და ვიღაცა გაცილებით მეტი ხანი, ჩვენ იმხანად მეტი ჭკუა უნდა გვეხმარა და არ უნდა დავგოიმებულიყავით, და უნდა გვეთქვა თავიდანვე, რომ ბიზნე ივანიშვილი არის რუსული პროექტი და იმ გავბედავ და ვიტყვი უკმაყოფილებას ერთის მხრივ, კრიტიკას მეორეს მხრივ, მაგრამ სიძულვილსაც მესამე მხრივ, მე ნაკლები სიძულვილი მქონდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? რომელიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არ უნდა გადაგვეყოლებინა ეს ნაბანი ბავშვი, ასე რომ აგობენ. ხო, ჩვენი სახელმწიფო გამოხდა ხანით 15-დან 16-დან, როცა რესპუბლიკელებით ჩამოიცილა ბიზნე ივანიშვილმა, ხოლო მანამდე აშავა თავისუფალი დემოკრატები და მანამდე უბიძგა თავისუფალ დემოკრატებს, რომ ისინი წასულიყვნენ სახელისუფლო კოალიციიდან. 2016-დან ბიზნე ივანიშვილმა მთლიანად შეცვალა ხელისუფლებაც და ძალაუფლებას და ძალაფულების ვერტიკალის და მმართველობის სტილიც და ასე შემდეგ უკვე აღარ სჭირდებოდა ეს ხსენებული ლეღვის ფოთლები. 2019 წელს გავრილოვის ღამეც და გავრილოვის ჩამოყვანაც ამის შედეგია, ამის პროდუქტია კი ლეღვის ფოთლები უწოდე 2016 წლამდე ხელისუფლებაში მყოფ პირებს, პროდასავლელებს, რომლებიც ბიზნე ივანიშვილის გარშემო ტრიალებდნენ, მაგრამ მეორეს მხრივ ამ ლეღვის ფოთლებმა ბევრ რამეს აცილეს საქართველო და პოზიტიურადაც თქვათ მათზე ორი სიტყვა, ბიზნე ივანიშვილი 13-ში, 14-ში, 15-ში განახორციელებდა იმ მკვლელობას ქართული სახელმწიფოსი, რასაც ანხორციელებს ის უკვე დღეს მოცემულ ეტაპზე. ვიდეობლოგი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ერთგვარად ეს რაღაც ზოგადი შესავალი იყო, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც ამ ვიდეობლოგის არის ხსენებული დასაწყისშივე დასმული კითხვა, რატომ სძულს მას რატომ ებრძვის ის საქართველოს ერთი და მარტივი ახსნაა, რომ ის შიზოიდია, მეორე და ასევე მარტივი ახსნაა, რომ ის შიზოიდ პარანოიდია, ხო, პარანოიდული თუ პარანოიდული რაღაც გაფრენები თუ შიზოფრენიები აქვს, ეს ყველაფერი გასაგებია. მესამე და ლოგიკური ახსნა რასაკვირველია ის, რომ ბიზნე ივანიშვილი არის რუსეთის კაცი და ეს ყველაფერი რაც აქამდე დაგისახელეთ, ყველაფერი სიმართლე, ანუ პარანოიდიც არის, შიზოიდიც არის და რუსეთის კაციც არის და იმთავითვე რუსეთის კაცი იყო და ასე შემდეგ. მეოთხე ახსნაც არსებობს, მე ხო ავიც 7 ახსნა პირობითად. მაგრამ მთავარი, ან ერთ-ერთი მთავარი თუ გდებავთ ასე ვიტყვი, არის ის, რომ აი მაგალითად მეოთხე ახსნა, რომ მას არ სჯერა, რომ რუსეთი დამარცხდება არასდიდებით, მაგალითად უკრაინაში. მას საბჭოთა კაცს, მას საბჭოთა ბანდიტ კაცს არამც და არამც არ შეუძლია იმის გააზრება, არ შეუძლია ინტელექტუალური თვალსაზრისით არ შეუძლია გააზრება იმისა, რომ ეს ლევამოსილი ვება, დიდი დიდრონი სახელმწიფო დედამიწის მეშვიდედზე გადაჭიმული დამარცხდება მასთან შედარებით, რუსეთთან შედარებით პაწაწკუნტელა უკრაინასთან. მან არის რაღაცები, როგორც არის სულის კვეთება, რაღაც თავისუფლების სიყვარული, თავისუფლების ბრძოლის აუცილებლობა და არის ეს კატეგორიები, ეს იერარქიაშია ეს კატეგორიები, როგორც ასეთი
მის იერარქიაში არ არსებობს. გარდა ამისა, ბიზინა ივანიშვილის მთავარი ჩემი მოსაზრებით, ან ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ის ყველაფერს ებრძვის, რაც თავისუფლებასთან კავშირშია. აი, უკლებლივ ყველაფერს, რაც თავისუფლების ფუნდამენტია. მაგალითად, პროფესორი მარინე ჩიტაშვილი ეუბნება ბიზინა ივანიშვილს პერსონალურად არა, მთლიანად საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ უნივერსიტეტები ზოგადად განათლების ეს რეფორმა და მათ შორის უნივერსიტეტების ვითომ შერწყმა და რეალურად გაუქმება არის კატასტროფა ჩვენი განათლების სისტემისათვის, ანუ ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგრეთ წოდებული გაერთიანება. იგივეს იმეორებს მაგალითად პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი. იმეორებენ პროფესორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის, ანუ ვისაც კი ჭკუა და მარინე და ბატონი იაგო ახსენეს შეგნებულად სხვების ხსენებაც შეიძლება, ვისაც და საქმეელია, ვისაც კი ჭკუა ეკითხება უკლებლივ ყველა აკადემიური სექტორიდან ამბობს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება და ჩვენ ჩავხვდით, ჩვენ მივხვდით, რას უკეთებს შენ, რას უპირებს შენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ამაზეც ვიტყვი ორი სიტყვით, რას უპირებს ბარემ. ოღონდ არა მაინც და მაინც ახლა არამედ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ოღონდ ვიტყვი დაახლოებით 2-3 წუთში. ამის მიუხედავად ვინმე გივი მიქანაძე, რომელსაც მარინე ჩიტაშვილი, ეხა ესე უნდა გითხრათ, რომ კარგად იყოს გასაგები. მარინე ჩიტაშვილს რამდენი წიგნიც აქვს საკითხული, იმის მე 5000-ედიც კი არა, მე 20000-ედიც კი არა აქვს საკითხული. კარგად რომ ავხსნე, იმიტომ ამ კატეგორიებით, იმიტომ ვჭედოთ. ამ შედარებებით, იმიტომ ვჭედოთ. გივი მიქანაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილია და მოდი ახლა ვილაპარაკოთ ტექნიკურ რაღაც სხვა დეტალებზე, რომლებიც ამ შერწყმის თუ გაერთიანებისთვის არის აუცილებელი. რატომ არის გადაწყვეტილი? როდესაც მთელი აკადემიური და არაანგაჟირებული სექტორი შენ ამას გელაპარაკება, ერთს გელაპარაკება, მათ შორის კვლევებზე გელაპარაკება, მათ შორის სწავლის ხარისხზე გელაპარაკება, მათ შორის სტუდენტებზე გელაპარაკება, მათ შორის საერთაშორისო რეიტინგებში მოხვედრაზე გელაპარაკება, ბევრ რამეზე გელაპარაკება, შენ გივი მიქანაძე, როგორ აძლევს საკუთარ თავისუფლებას, რომ ძახილის ნიშანი დასვა წინადადების ბოლოს, ეს წინადადება კი არის ჩამოყალიბებული ასე, რომ ეს უნივერსიტეტები აუცილებლად გაერთიანდება. არა. გივი მიქანაძეს, რომელსაც ჩალის ფასი აქვს და სხვებსაც, რომელსაც ასევე აქვს ჩალის ფასი, ცხადია, არავინ არ ეკითხება, ისინი გადაფსკვნელნი და გადაჯაჭვულნი არიან ბიზინა ივანიშვილთან, რომელსაც აკითხარით საქართველოს თავისუფლების ნებისმიერი ფუნდამენტი, მათ შორის ტექნიკური უნივერსიტეტის მესვეურები და მცველები არ მიწყენენ პირველ ყოვლისა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც დამოუკიდებლობის დროს, დამოუკიდებლობის წელს, აგი ხვალ შესაბამისად არ მინდა შემეშალოს 108 წელი გავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან, ივანე ჯავახიშვილისა და პეტრე მელიქიშვილისა და სხვების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან ეს უნივერსიტეტის ძულს, როგორც დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საყრდენი დედაქალაქის ცენტრში დამასთან და ასე შემდეგ სხვა რაღაცეების ძულს. მე გარწმუნებთ, რომ ბიზინა ივანიშვილი გააუქმებს და გაყიდის ასე მაგალითად პირველი რესპუბლიკის, ანუ პიონერთა სასახლეს რომ უწოდებთ პრინციპში არასწორად ხო, პირველი რესპუბლიკის შენობას. ის გაყიდის და გააუქმებს პირველ საშუალო სკოლას, ის გაყიდის და გააუქმებს საქართველოს პარლამენტის შენობას და იქაც რაღაც სასტუმროს, რომელიმე არაბული ეთნიკურ შემადგენლობაზე კი არ ვამახვილებ ყოველდღიურობას, ანუ ფრანგული ინვესტიციას დემოკრატიული სივრციდან ინვესტიციას კი არ იქნება, სასტუმრო იქნება იქაც ის გააუქმებს აუცილებლად გადმოვიდეთ თუ გნებავთ ხო, ანუ ხელმარცხნივ კი არა იქიდან იწყება თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირი და ისე პარლამენტის მხარეს კი არ ვიაროთ მაინც და მაინც ხო, აქეთ გამოვუყვეთ და ვილაროთ ოპერის მხარეს, ის აუცილებლად ისტორიის მუზეუმს შეხრავს და შეჭამს, ის რუსთაველის კინოთეატრს შეჭამა კიდეც ხო, ის ემარ ჯგუფის რაღაც ოფისია გახსნილი რუსთაველის თეატრში, ის აუცილებლად გააუქმებს ოდნავ ზემოთავინაცვლოდ სამხატვრო აკადემიას, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას და თეატრალურ ინსტიტუტს შერწყავს და ერთმანეთთან ვითომ გააერთიანებს. ყველაფერს რაზეც დაფუძნებულია რუსთაველის გამზირზე, თუნდაც ესე გეტყვით, საქართველოს დამოუკიდებლობა, რაც არის სიმბოლო შენი დამოუკიდებლობისა, მათ შენი თვითმყოფადობისა, ის ებრძვის ესე მიზან მიმართულად და რატომ კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა, იმიტომ რომ ის თავისუფლების მტერი კაცია, რისაცა უნდა ბევრი იაგო კაჭკაჭიშვილი კი არა, დიმიტრი უზნაძე რომ წამოვაყენო, ექვთიმე თაყაიშვილი რომ წამოვაყენო, ილია ჭავჭავაძე ვინც იყო პირველ თქმელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისა, ჯერ კიდევ მე-19 ამ დაარსების აუცილებლობისა და ვერ მოესწრო უბრალოდ დიდი ილია
1918 წელს ისიც რომ წამოაყენოს საფლავიდან ბიზინა ივანიშვილი გათავხედდება და ილია ჭავჭავაძესაც კი სხვებსაც სხვა ბოძებს ქართული სახელმწიფოსი რასაკვირველია გაუწევს წინააღმდეგობას კი არა მოახვევს თავს უკლებლიw ყველას საზოგადოებას ანუ საზოგადოების მის მომხრე ნაწილს ამ საშინელ და საზიზღარ ასე ვიტყვი გადაწყვეტილებებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბარემ ვიტყვი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში პირველი და მეორე კორპუსია მისი იდენტობა მეექვსე კორპუსი სადაც მე ვსწავლობდი მისი იდენტობა სულაც არ არის ის გაყიდულა და დედასტირებია მეთქი ასე ვიტყვი იმიტომ რომ იმას ვერ გრძნობ ვერ აღიქვამ უნივერსიტეტად ვერ აღიქვამ ალმა მატერად ხო ვერ აღიქვამ იმ სივრცედ რომელშიც შენ სწავლობდი თუ იყავი და რომელიც იძლევა გადმოგცემს ცოდნას პირველ და მეორე კორპუსებს ბიზინა ივანიშვილი აუცილებლად გაყიდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აღარ ვლაპარაკობ ტექნიკური უნივერსიტეტის იმ კორპუსებს რომლებიც ყველაზე ძველია და არქიტექტურული თვალსაზრისითაც ძალიან კარგია და იქ შემოიყვანს რომელიმე ახლა უკვე ეროვნებას აღარ დავასახელებ მაგრამ რომელიმე სასტუმროს რომელიმე კაზინოს რომელიმე ბორდელს არა პირდაპირ მნიშვნელობით ან შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობითაც კი ბიზინა ივანიშვილი დაანგრევს ყველაფერს რაც შენით ამოუკიდებლობისთვის არის აუცილებელი აქ იგითხარით რუსთაველის გამზირზე გადმოვინაცვლე ხო ოპერამდეც მივა და ოპერის თეატრის ოპერის შენობასაც ვინც ის დაანგრევს ფიზიკურად არა დაანგრევს მის კონცეფციას ასე ვიტყვი იმიტომ რომ ყველაფერი რაც საქართველოს თვითმყოფადობასთან კავშირშია ბიზინა ივანიშვილისთვის არის საძულველი მას უნდა რომ საკუთარი ბოსტანი იყოს ეს ქვეყანა იყოს იმგვარი რომ 30-40 წლის შემდეგაც კი ამ ქვეყნის მომავალმა თაობებმა ვერ გაბედონ თავისუფლებისთვის ბრძოლა და თუ გაბედავენ ვერაფერს ვერ დაეყრდონ ოკუპაციის მუზეუმი ვახსენეთ თუ არა არ მახსოვს მაგრამ ოკუპაციის მუზეუმსაც თავდაპირველად ოკუპაციის კანონს და მე უკვე ოკუპაციის მუზეუმსაც რასაკვირველია ის მიაუქმებს უნდა თქვა ასე რაც არ უნდა მარიდე ჩიტაშვილმა ან ნებისმიერი სხვა უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებმა აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა გაუწიონ წინააღმდეგობა და ეს არის ერთი მიმართულება მეორე მიმართულება კიდევ უფრო მძიმეა შეიძლება ასე ითქვას ის არანაკლები მძიმეა თუ გნებავთ ვიტყვი ასე საქართველოს იდენტობა რასაკვირველია სწავლა განათლებაზეც და ასე შემდეგ დგას მაგრამ მათ შორის დგას საქართველოს ეკონომიკური ჭყალებში სიძლიერის გარკვეულ პარამეტრებზე ან გარკვეულ მაჩვენებლებზე ამ ყველაფერსაც ის განგრევს რომ ვიცოდეთ მაინც ესენი აპირებენ აი ხო არაფერს შუაში როგორ შეიძლება დაიცვა TBC ბანკი და საქართველოს ბანკი მაგრამ ესენი აპირებენ ერთი დამატებითი ბანკის შექმნას რაც არ გამოუვიდათ ბანდიტი რუხაძის მასზე ცალკე ვიდეო ბლოგი გვექნება ეგრე მაგის პასუხია ბანდიტი რუხაძის რა ქვია people's care liberty ბანკის გამოყენებით ან სხვა ბანკების გამოყენებით ქართულს გამოყენებით მათ შორის ესენი აპირებენ ერთიანი კიდევ ერთი არ მახსოვს რა ქვია თუ არ ვცდები საინვესტიციო ბანკის შექმნას და ბიზინა ივანიშვილის შავი ფულის და ამოღებული შავი ფულის შეტანას ამ ბანკში რომ მერე დააფინანსებინონ გარკვეული მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო პროექტები ოღონდ თავარი არის რომ ბიზინა ივანიშვილი ამით ებრძვის საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს სხვა ფუნდამენტებს ეს არის ფინანსური მდგრადობისთვის აუცილებელი ორი მაინც ასე ვიტყვი კერძო ბანკი ეს არის TBC ბანკი და ეს არის საქართველოს ბანკი მიუხედავად იმისა რომ ორივე ბანკი თუ თლად გულახდილები ვიქნებით საკმაოდ კარგად ეთამაშება ბიზინა ივანიშვილს მათთვის სასარგებლოდ ეთამაშება და არც თუ იშვიათ შემთხვევაში ისეთ საქმესაც სჩადის ორივე ბანკი სჩადიან ამ ორი ბანკის ხელმძღვანელები რაც ბიზინა ივანიშვილისთვის არის მეტად სასარგებლო მათ შორის ბიზინა ივანიშვილს ხელს უწყობენ რომ მას ბიზინა ივანიშვილს არ დაეკისროს საერთაშორისო მათ შორის ბრიტანული სანქციები თუმცა გულახდილები ვიქნებით მაგრამ ინსტიტუციის ჩამორღვევა და ჩამონგრევა ინსტიტუციის ჩამორღვევა ყვითელი ავიღე გამოვივიდა საქართველოს ბანკის ფერია ხო ჩამორღვევა თლად ამ ფერი არ არის მაგრამ დაახლოებით ამ ფერებშია საქართველოს ბანკი გადაწყვეტილი ხო ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისათვის ნებისმიერი რამე რაც საქართველოს დამოუკიდებლობასთან არის კავშირში ბიზინა ივანიშვილმა უნდა აღმოფხვას უნდა დაამთავროს უნდა ამოძირკოს ჩვენი სინამდვილიდან რომ ვიცოდეთ მაინც და ამის შემდეგ ბიზინა ივანიშვილი ამ ერთი ჩემი არ არის მაინც და მაინც მაგრამ ერთი ვერსიის თანახმად ემზადება იმისთვის რომ
იმისთვის რომ შეიცვალოს ეს ვერსიაც არსებობს, ხაზგასმით ვამბობ, მე მაინც და მაინც დიდი მომხრე ამ ვერსიის არა ვარ, მაგრამ მაინც ემზადება იმისთვის, რომ საქართველოში გამოცხადდეს საკონსტიტუციო მონარქია და მოსაყდრეშიო აკურთხოს მომავალი მონარქი, ან ვალი უფლისწული. მე დავსვამ კითხვას და ამით ამოვწურავ ჩემს ვიდეო ბლოგს. როგორ გონიათ იმის გათვალისწინებით რაც ხდება ბაგრატიონებში, ერთმანეთს დახოცეს ლამის და ერთმანეთს რომ შერიგდნენ და მე ისე დახოცეს და მე შვილები აჩინეს და მე გაშორდნენ და მე პორჭყნეს და არა პორჭყნეს და მე ერთი ამბობს რომ მე ვარ მემკვიდრე ტახტისო და მეორე ამბობს არა მე ვარო და მესამე ამბობდა და ამბობს რომ ისევ მე ვარო და მოკლედ დიდი ამბავი რო არის და ცხადია შეგვიძლია სახელების გახსენებას და ჩამოსახელებაც ბაგრატიონებში ამის გათვალისწინებით რომ ბაგრატიონები არ თანხმდებიან და ვერ თანხმდებიან ვინ არის ტახტის მემკვიდრე უხეშად აღმოსავლეთ საქართველოში აღმოსავლეთ საქართველოდან ბაგრატოვანთა ხაზის გამაგრძელებელი და რატომ აღმოსავლეთ საქართველოდანო ვინმე იკითხავს და შესაძლოა ლეგიტიმური კითხვაც კი იყოს ეს რატომ მაინც და მაინც აღმოსავლეთ საქართველოდანო მე ერთიან საქართველოს ვლაპარაკობთ გამიგზელდა სიტყვა ვინ ამბობს რომ მეუფე შიო გარკვეული პერიოდის შემდეგ არ აკურთხებს უფლისწულს ოღონდ ხაზგასმით ვამბობ ვინ თქვა რომ ბაგრატიონი იქნება ეს უფლისწული არაფრისკენ არ მიმყავს თუმცა ვერსია არსებობს იმის თაობაზე რომ ბაგრატიონთა გვარი კონსტიტუციური მონარქიის სამართლიანობის აღდგენის შემთხვევაში ბჭყალებს ჩავსვი კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შემთხვევაში შეიძლება სამეფო გვარი იყოს სხვა ჩვენთან აი რა გვარი იქნება შემიძლია გითხრათ სხვა რა არ იქნება მაგალითად კობახიძეები ვერასოდეს გახდებიან სამეფო გვარის წარმომადგენლები პაპუაშვილები მით უფრო მეთქი ასე ვიტყვი კიდევ ვინ აქვს ყაველაშვილიც ვერ გახდება გარწმუნებთ მონარქია ან საკონსტიტუციო მონარქია ვერ დაეფუძნება ყაველაშვილების გვარს თავადები ვახსენოთ თუ უნდათ ხო დადიანებიც ვერ გახდებიან მე რამდენიმე დადიანს ვიცნობ ძალიან ხირსეულს ჩვენს ქვეყანაში და ნებისმიერ ბევრი გვარის წარმომადგენელს ვიცნობ ხირსეულს ვერ გახდებიან ტაბლიაშვილები ვერ გახდებიან ამის სააკაშვილები ბოკერიები თუ კიდევ ვინ დავასახელოთ ვინმე დავასახელოთ ჯაფარიძეები თუ ხაზარაძეები თუ გვარამიები თუ გახარიები მაშინ თუ ეს ვერსია სწორია თქვენ თავად იცით ამ კითხვაზე პასუხი მას ემზადება თუ არა ის ან იმ გვარის წარმომადგენელი არ გაკადრებთ ასე გგონიათ არ გვაკადრებს თუ ამანდენი რამე გასდის ბიზინე ივანიშვილს რატო არ გაუვა ეს მე მგონია რომ გაუვა სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გააუქმებს და იქ დაკრძალულ პირებს ეზოში შემორაგავს ღობით და იტყვის რომ იარეთ ამ პანთეონში და თუ მაინც და მაინც გინდათ იტირეთ აკაკი შანიძის თუ ივან ჯავახიშვილის აღნიშნულობა აქვს ვის დავასახელებ ბიუსტთან თუ ზეკლთან საფლავთან ხო ოღონდ შემორაგული იქნება არ შეუშლის რომელიმე კომპანიას რომლის პრივატული ეზოც იქნება ის სკვერი რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ამას თუ იზამს კაცი რომელიც სრავს ჩვენს თავზე ყველაფერზე დამსვლელია იმიტომ რომ ის საქართველოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტების ტერი კაცია იყო არის და იქნება